საქალაქო სასამართლო გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი ამ წუთებში იწყება. სპიკერ მოსამართლის ეკა არეშიძის განცხადებას ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფით და გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 10 დღე. სასამართლომ ბრალდებულ თენგის გუნავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული საქმიანობა, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი, ასევე გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმავლის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისთვის ხელის შეშლის საფრთხე. აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა გაიმართება 2013 წლის 3 იანვარს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე 2012 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების შოდა ხიზანიშვილის და ვასილ ლელუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის თაობაზე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, მათი მხრიდან მიმავლის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, განხორციელებული ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი, ასევე ბრალდებულთა წარსული საქმიანობა. და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს შოთა ხიზანიშვილს და ვასილ ლელუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა გაიმართება 2012 წლის 26 დეკემბერს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმის არსებითი განხილვები ეს იყო ეკა არეშიძის განცხადება საქალაქო სასამართლოდან. მან ისაუბრა თენგის გუნავას მიმართ გამოყენებული სასჯელის შესახებ. გუნავას შეეფარდა გირაო 10,000 ლარი, რაც შეეხება ვასილ ლელუაშვილს და შოთა ხიზანიშვილს. ისინი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.